პრაქტიკულად შემდგარი ფაქტია აბსოლუტურ უმრავლესობისთვის ამ ქვეყნის ამორჩევლების, მოდი ასე ვთქვათ, და არა მოსახლეობის ის ხალხი, ვინც მიდის არჩევნებზე, საკამარისი იქნება იმისათვის, რომ გარდამტეხი ცვლილებები მოახდინოს 26 ოქტომბერს ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის და 27 ოქტომბრიდან აისახოს ხალხის ინტერესი ქართულ პოლიტიკაში და არ მოხდეს ჩანაცვლება და მოხდეს ცვლილება, მოხდეს შეცვლა მანკიერი პოლიტიკური სისტემის, რომელიც უკვე არსებობს მთელი 32 წლის განმავლობაში და ქართულ მოლოცებამ ეს პოლიტიკური სისტემა ბევრად გააუარესა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მნიშვნელოვანია ჩვენთვის კოალიციის ცვლილებისთვის, რა თქმა უნდა და სხვებისთვისაც დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შემდეგ ძალიან მალევე და გულისხმობ დღეებს მოხდეს სტაბილურად ქვეყნის განვითარება. სტაბილური ქვეყნის განვითარება და ამაზე ფიქრი და ამაზე მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ჩვენ ამოვდივართ 26 ოქტომბერს ქართული ოცნება, ანუ ვერ წაიყვანს სახელმწიფოს რუსული რეკონსტრუირებული რაღაცა საბჭოთა კავშირისკენ, არამედ გადავდგათ ერთ ძალიან დიდ გიგანტურ ნაბიჯს ცივილიზაციისკენ, რა თქმა უნდა, აუცილებლობაც არა, ვალდებულებაც არის ვიფიქროთ მომდენო დღეებზე უკვე. არჩევნების შემდეგ სწრაფად დაიწყოს ქვეყნის განვითარება და იმ ქარტიის შესრულება, რომელშიც სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი პუნქტებია გაწერილი. ამასთან დაკავშირებით იყო ძალიან კონკრეტული საუბარი და მე ვფიქრობ, ამ საუბრების შედეგს საზოგადოება უახლოეს პერიოდში გაიგებს და აბსოლუტურად მიესალმება ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიღებული უახლოეს პერიოდში. ყველა ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც მიზანს ისტორიულს დაახლოვებს. არც ერთი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე განსაკუთრებით არ ემსახურება ვიწრო პარტიულ ინტერესს, ემსახურება მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესს. ამ საკითხებთან დაკავშირებით იყო ძალიან დეტალური საუბარი.